ალბათ ძალიან ბევრმა ამ ვიდეოს დააჭირეთ იმის გამო, რომ Grow Gardens თამაშობდით, ან ახლაც თამაშობთ. და ალბათ მეგობრებო, ყველას იგივე შეკითხვა გაქვთ, რაც მე მაქვს და ძალიან დიდი ხანია მაინტერესებს. რა ჯანდაბა დაემართა Grow Gardens? ძალიან ბევრს გესოდინებათ, რომ ადრე ზაფხულში აი ყველა მხრიდან დედამიწაზე აი ვაფშე ერთ ქვეყანა არ იყო ისეთი, რომ ვინმეს Grow Garden-ი არ ეთამაშა. და მაგაში კიდევ გულისხმობ იმას, რომ ვაფშე ყველა თამაშობდა, აი ერთი ადამიანი არ იყო, რომ Grow Garden-ი არ ეთამაშა. ხო და მეგობრებო, დღეს აი ამ ვიდეოში ყველაფერს უპასუხებ პასუხს, აი ჩემასწას გეტყვით და ვიტყვი ასევე ამ ვიდეოში მწარე სიმართლეს, თუ რატომ არის ჩამყდარი Grow Garden-ი და რატომ აღარავინ აღარ თამაშობს და დაივიწყეს ეგ თამაში. თამაში, რომელიც იზიდავდა მინიმუმ 1 მილიონ აქტიურ მოთამაშეს, ეხლა მეგობრებო ადმინაბიუსით 100,000-საც აღარ ცდება. ამიტომაც თუ გაინტერესებთ ასეთი ტიპის ვიდეოები და კიდევ თუ დარჩით აი ამ ვიდეოს საყურებლად, სანამ ვიდეო დაიწყება მეგობრებო, ჩემი თხოვნა იქნება, რომ აი ეს ვიდეო ადგეთ და დაალაიქოთ და ასევე გამოიწვევთ ჩემი არხი, რომ აღარ გამოგჩეთ მსგავსი ტიპის ვიდეოები, აი ამით თქვენ მე ძალიან გამახარეთ და მადლობელიც ვიქნები. ასევე იქნება ჩემი თხოვნა, რომ შემოხვიდეთ ჩემ Discord სერვერზე, რომლის ლინკიც იქნება ამ ვიდეოს აღწერაში. ასევე მეგობრებო, ჩემი თხოვნა იქნება, რომ გადახვიდეთ ასევე ჩემს Roblox-ის თამაში, რომლის ლინკსაც დავტოვებ აღწერაში. აი მართლა გასათობი თამაშია და თუ გადახვალთ, მადლობელი ვიქნები ძალიან. და ასევე მეგობრებო, სანამ ვიდეოს დავიწყებ, მინდა მადლობა გადავუხოდო იმ ადამიანებს, გამომწერებს, ვინც შემხვდნენ და მაჩვქეს რაღაცეები და დამიგიშდეს და აი აგერ გამოვაჩენ ეხლა სულ ყველამ ვინც აი ამ კადრში რაღაცეები მაჩვქა, გიხდით უდიდეს მადლობას, აგერ ვიდეოშიც გაჩენთ. ხო და მეგობრებო, მოდი დავიწყოთ იმის ახსნა, თუ რა დაემართა Grow Gardens. მოდი სანამ მაგით დავიწყოთ იმით, თუ რა როლი ქონდა Grow Gardens Roblox-ისთვის და ეგ თამაში რომ არა რა მოხდებოდა. თამაშის ორიგინალი შემქმნელი მეგობრებო იყო BMW-ი. და მეგობრებო, ეს ორიგინალი შემქმნელი იყო ყველაფრის მიზეზი და მაგას მოდი ვიდეოს ბოლოში ავხსნით. მოდი მანამდე გავაგრძელოთ თვითონ თამაშის ისტორია და რა როლი ქონდა Roblox-ში. იმ პერიოდში, როდესაც BMW-ი იყო თამაშის ოვნერი, თამაშს ვაფშე არ ქონდა არანაირი პოპულარობა, თან მაგ პერიოდში Roblox ისე ძალიან არავინ აღარ თამაშობდა. მაგრამ მეგობრებო, შემდეგ გამოჩნდა ის ადამიანი, რომელიც ყველამ ვიცით. გამოჩნდა მეგობრებო ჯანდელი და მაგ ჯანდელმა იყიდა თამაშის რაღაც პროცენტი. ნუ მთელი თამაში არ უყიდია, მაგრამ რაღაც პროცენტი იყიდა მაგ თამაშის. და ვინაიდანაც მეგობრებო ჯანდელი უფრო პოპულარული იყო ვიდრე BMW-ი, ჯანდელი გახდა Grow Garden-ის სახე, ასევე ძალიან ბევრს, ეხლაც ასე არის, ძალიან ბევრს გონია, რომ ჯანდელი არის Grow Garden-ის ოვნერი, ანუ რაღაც ხრივ არის ოვნერი, მაგრამ ძალიან 100%-ით არის ოვნერი, ალბათ ასე 10% იქნება მისი. ხოლო დანარჩენი 90% ეკუთვნოდა Dubik Studios და BMW-ს. ასევე მეგობრებო, თამაში რო გამოვიდა Grow Garden-ი, Roblox-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეკორდი იყო ის, რომ Blox Fruit-მა 3.7 მილიონი მოთამაშე აიღო, მეტი არა. და მე მგონი უფრო ცოტა მოთამაშე ყავდა, მაგრამ მაგას ეხლა მნიშვნელობა არ აქვს. თავარი შინაარსი არის ის, რომ მაგ პერიოდში Roblox ისე ძალიან აღარ თამაშობდა, ვიღაცები გადიოდნენ, ვიღაცებს მობეზდათ და რაღაცეები. ხოლო Grow Garden-ი მაგ პერიოდში ყველაზე მაგარი რითაც იყო, არის ის, რომ იყო Cash Grab თამაში, ნუ ეგ ცუდი არის წესით, მაგრამ Grow Garden-ი იყო პირველი Roblox-ის თამაში, რომელმაც გამოიყენა retro სტილი და Cash Grab სტილი, რომელიც კარგი კომბინაცია აღმოჩნდა და თან ისეთი კარგი, რომ დღესაც იყენებენ მაგ სტილს თამაშებში. აი ეს თამაშის მაგ სტილს იყენებს, Cash Grab-ია და თან retro სტილით არის ყველაფერი გაკეთებული, რასაც background-ზე ხედავთ. და მეგობრებო, Grow Garden-მა მაშინ დაიწყო გამოჩენა, როდესაც უკვე
პირველი მუტაცია დაემატა თამაშში Blood Money. როდესაც ეს მუტაცია დაიდროპა, მოხდა ისეთი რაღაც, რასაც ძალიან ბევრი არ ელოდებოდა. თამაში ავიდა 4 მილიონ აქტიურ მოთამაშეზე და გადაასწრო Bloxfruits პირველად. დრამაც გახადა მეგობრებო ეგრეთ წოდებული Grow Garden-ი ნომერ პირველი თამაში Roblox-ში. შემდეგ მეგობრებო ჯანდელმა შემოიღო ასეთი რაღაც სახელად Adminabius-ი, სადაც დანიშნავდა დროს და ხალხი რო შემოვიდოდა, არიგებდა რაღაცებს უფასოდ და რაღაც ივენთებსაც თავდა. ამით მეგობრებო როგორც ამ ფოტოზე ხედავთ, ჯერ 4 მილიონზე ავიდა, ცოტა ხანი ჩამოვიდა ქვევით, მერე 11-ზე ავიდა, მერე 5-ზე, მერე 16-ზე, მერე 21-ზე, 19, 18, ისევ 21-ზე. და ისევ 21-ზე და მაგის მერე უკვე ჩაკვდა Grow Garden-ის CEO დამთავრდა და 21-ზე მაშინ ავიდა, ოდესაც Adminabius-ი, ადმინ ვარი ქონდა Stebrainot-თან და Stebrainot-ის 20 მოთამაშეზე ავიდა, რამაც აიყვანა Roblox-ი ჯამში 40 მილიონ აქტიურ მოთამაშეზე, რის გამოც Roblox-ი გახდა ნომერ პირველი თამაში მთელ თამაშების ისტორიაში, Roblox-ის ისტორიაში კი არა, თამაშების. ეხლა დავუფიქრდით მეგობრებო, Adminabius-ი რო არა, Grow Garden-ი დარჩებოდა ალბათ 4 მილიონ მოთამაშეზე და თან Grow Garden-მა გამოვიდა ისე რომ Adminabius-ის ტრენდი შემოიღო. და Grow Garden-ი რომ არა, შეიძლება მეგობრებო Stebrainot-ი ისევ ყოფილიყო, მაგრამ Stebrainot-ს არ ამგონია დაეწყო Adminabius-ის გაკეთება და მაგ Adminabius-ების გამოა რომ Stebrainot-ი გახდა ასეთი პოპულარული და ისევ პოპულარულია Grow Garden-თან შედარებით. მაგრამ მე როგორც Stebrainot-ის კონტენტ კრეატორი გეუბნებით ამას, Grow Garden-ი რომ არა, Stebrainot-ი არ ამგონია რომ პოპულარული ყოფილიყო და დღეს შეიძლება მე აქ არც ყოფილიყავი. არც ის Adminabius-ები იქნებოდა ეხლა ყველა თამაშს რო აქვს და Roblox-ი იქნებოდა არაპოპულარული. ხო და მეგობრებო, ეგ არის პლუსი, რაც Grow Garden-მა შემოიღო Roblox-ის community-ში. ახლა კი მეგობრებო, მოდი ვილაპარაკოთ მთავარ თემაზე. რა მოხდა? რა ჯანდაბა დაემართა Grow Garden-ს? რატო ჩაკვდა ასე მოულოდნელად? იმისათვის რომ ეგ პასუხი გავიგოთ, მოდი ჯერ დავფიქრდეთ თუ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. მოდი ამას შევხედოთ და აბა მითხარით აი ამ კლიპში რა ხდება. ტრეიდინგი ხო? კი მეგობრებო, სწორად გამოიცანით, ტრეიდინგი არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დაიწყო ეს ყველაფერი და დაემართა ყველაფერი Grow Garden-ს. ისე სიმართლე გითხრათ, აზე არა ვარ, მაგის გამო რატო ჩაგვდა Grow Garden-ი, რადგანაც ვფიქრობ რომ კაი სისტემა არის ეს ტრეიდინგი, მაგრამ ფაქტი სახეზეა რომ მაგან გამოიწვია Grow Garden-ის ჩაკვდომა. და ეხლა ძალიან დებილობას აკეთებს Stebrainot-ი, Brainot თამაში რო არის. აი იგივეს დამატებას ოგეგმავს თამაში. მაგრამ ჭკვიანურად იფიქრა რაღაც ხრივ, რადგანაც წინ Adminabius-ში თქვა ასეთი რაღაც, რომ ტრეიდინგი იქნება ლიმიტირებული დროით და თუ მოგეწონებათ დაბრუნდება ტრეიდინგი. რაც რაღაც ხრივ ჭკვიანური არის, რადგანაც დროებით ექნება ტრეიდინგი, სამუდამოდ არ ექნება, შეხედავს მოთამაშეები თუ დაიწყებენ გასვლას თამაშიდან და რაღაცეები და თუ არ დაიწყებენ დატოვებს და თუ დაიწყებს წაშლის. რაც შეიძლება ნიშნავს იმას, რომ Stebrainot-ს ბოლომდე არ ემუქრება საფრთხე და ეგ თამაშის არ ჩაკვდება. ხოლო შემდეგი მიზეზი თუ რატომ ჩაკვდა Grow Garden-ი არის ის, თუ რაც გახდა Grow Garden-ი, ანუ ადრე ვაფშე სხვანაირი რაღაცა იყო და ეხლა ძალიან შეიცვალა. მაგალითად მეგობრებო, Grow Garden-ი რომ ადრე გეთამაშათ, თქვენ კი არა, ვაფშე დიდ ბებიას რო ეთამაშა Grow Garden-ი, მიხვდებოდა თამაშის შინაარს. რომ უნდა წასულიყო მაღაზიაში, CD ეყიდა, დაეთესა, აიღო, გაიყიდა, ახლები ეყიდა, ძალიან მარტივი ლოგიკა ქონდა. მაგრამ ეხლა ისეთი რაღაცა გახდა თამაში, რომ მოუწიათ თამაშის დეველოპერებს, რომ ტუტორიალის წიგნები დაემატებინათ, რაც ვაფშე არ შველის, პირიქით ეგეს მაბნევს, მე ეხლა შევიდე და წავიკითხო ეგ ყველაფერი. აი ძალიან მაინტერესებს, თამაში სადაც უნდა დარგოთ უბრალოდ, ეზო უნდა ქონეთ, ბაღი. რატომ არის Amazon-ის დღე? ამას უბრალოდ შეხედეთ მეგობრებო, ეს ბაღი რანაირად არის, აი Night Club-ს უფრო გავს, ვიდრე ბაღს. კიდევ ერთი პრობლემა, რაც მაგ თამაშს აქვს, არის ის, რომ დაემატა პეტები. ნუ ალბათ ეხლა დიდ პრობლემას არ უნდა ქნდეს, ისე გამოიყურება ეს ყველაფერი, აი ძაღლი ოყავდეს გარდენში,
კატა, წიწილა, კურდღელი, მაგრამ თამაში სადაც უნდა დარგოთ. აი წარმოიდგინეთ, უნდა დარგოთ. რატომ უნდა ყავდეს აი ეზოში რატომ უნდა ირბინოს 10 მეტრიანმა დინოზავრმა? აი მეგობრებო, წარმოიდგინეთ, თამაში სადაც უნდა დარგოთ, ნუ ეგეთი იყო მაგის შინაარსი. გახდა ძალიან გაუგება, რაღაც აჩხა-უშხა ხდება მაგ თამაში. აი თამაში სადაც უნდა დარგოთ, რა თუნდათ ეხა დინოზავრების ყოლა, ან დრაკონები ვაფშე. თამაში ნელ-ნელა ანუ დაიწყო ისე რომ იყო წყნარი მშვიდი თამაში და გაიგებდი ყველაფერს, მაგრამ ნელ-ნელა გახდა რაღაც გიჟობა, ქაოსობა, ვეღარაფერს ვეღარ გაიგებ მაგ თამაში რა ხდება. და კიდევ ერთი პრობლემა რაც მაგ თამაში ხდება არის ის რომ pay to win გახდა ძალიან, ანუ ყველაფერი გაძვიდა, ყველაფერი ვაფშე ძალიან ზვირი ღირს და მარტო იმებს აქვთ კარგი ბაღი ეხლა, ვინებიც იხდიან ფულს თამაში. სხვებს ვაფშე აღარავის აღარ აქვთ კარგი ბაღები. და ადრე მაგ თამაშს მიქონდა თქვენი დრო და აი ყურადღება მაგ თამაშზე იყო სულ, მაგრამ ეხლა ამ თამაშსაც მიაქვს არის თქვენი ფული. და ვის მომდება ისეთი თამაშის თამაში, რომელსაც ყურადღება აღარ მიაქვთ თქვენი და მიაქვთ მარტო ფული. და გინდა გითხრათ ეხლა ჩემი ვარაუდი თუ რატომ გახდა ასეთი pay to win თამაში. ჯანდელი როა მეგობრებო, აი ადმინაბიუსებს რო აწყობდა ხოლმე, ადრე ადმინაბიუსში ყველას ვაფშე გლობალურად აძლევდა ძალიან მაგარ რაღაცეებს, აი ძალიან მაგარ რაღაცეებს უფასოდ ყველას ვაფშე და ფასი დაუკარგა თამაშს. ეგეც რა თქმა უნდა შემდეგი მიზეზი არის თუ რატომ იმართება Grow Gardens ასეთი რაღაცეები, მაგრამ კიდევ ერთი მიზეზი, აი ახლაც ხდება. ადმინაბიუსში ვაფშე აღარაფერს აღარ აძლევენ მოთამაშეებს, ანუ ადრე ყველაფერს აძლევდნენ და ეხლა მარტო ივენთებს თავენ. მაგასაც ეხა გეტყვით, ახსნით თუ რატო ხდება ეგრე, მაგრამ მანამდე მინდა გითხრათ, რომ თუ გინდათ რომ თამაში გაგივარდეთ და ადმინაბიუსიანი თამაში არის და აბიუსებს აწყობთ ხოლმე, ჩემი რჩევა იქნება ასეთი რაღაცა, რომ ეკონომია დაიცავით ადმინაბიუსების, ანუ ძალიან ბევრ რაღაცებს ნუაზოთ მოთამაშეებს და ძალიან მაგარ რაღაცეებს. ასევე ისეც არ უნდა გამოვიდეს, რომ ვაფშე არაფერი მიცეთ მოთამაშეებს და მარტო ივენთები ჩართოთ. ესედეთ რომ მიცეთ მოთამაშეებს რაღაცეები ოღონდ ისეთი რაღაცეები არა, რაც გააფუჭებს ეკონომიას. ანუ გქონდეთ ეგ ყველაფერი დაბალანსებული და გაგივარდებათ უეჭველი თქვენი თამაში. ეხლა კი ბოლო მიზეზი თუ რატომ არის Grow Garden-ი ასეთი ჩამკვდარი. აი ძალიან გუზდაგიწყვიტავთ ეხლა ალბათ გესვენებათ BMW Lux-ი ადრე ჯანდელს აძლევდა უფლებას და მაგის გუნდს რომ ადმინაბიუსში რაღაც გაეკეთებინა, მაგრამ ეს ორი თვეა ჯანდელს და მის გუნდს BMW Lux-ი ვაფშე აღარაფრის უფლებას აღარ აძლევდა ადმინაბიუსში, არც ეც აი ისიც სამავლობელი იყო თუ მისცემდა იმის უფლებას რომ კაი ამ ადმინაბიუსში ერთი ივენთი ჩართე. და როდესაც ცდილობდა ჯანდელი და მისი გუნდი რომ რამე კარგი აპდეიტის იდეა მიეცათ Lux-ისთვის, Lux არ მოწონდა და რაღაც იმნაირ აპდეიტებს აკეთებდა, რაც თავისი საკუთარი ფანბეისი, community რაც გინდათ დაუძახეთ, აღიარებდა იმას, რომ ძალიან დებილობა აპდეიტებს აკეთებდა. ჯანდელის მეგობრებო ვეღარაფერს ვეღარ აკეთებდა, რადგანაც ვიდეოს დასაწყისში ვთქვი ის, რომ ჯანდელი ფლობდა მარტო 10%-ს Grow Garden-ის. დაიძულებული იყო რომ მოესმინა BMW Lux-ისთვის იქამდე სანამ ჭორები გავრცელდა, რომ ჯანდელმა დატოვა Grow Garden-ი. თავიდან არავის არ ჯეროდა, მაგრამ ეს კვირა დადასტურდა ეს ყველაფერი. თვითონაც აღიარა ჯანდელმა რომ დატოვა Grow Garden-ი და სიო თავი დავანები ამ თამაშს და აღარაფერს აღარ უკეთებ. და როდესაც მიხვდა უკვე ხალხმა თუ რაც მოხდა, დაიწყეს გაპროტესტება და თქვეს რომ უნდა გადადგეს BMW Lux-ი თამაშიდან და გახდეს ჯანდელი Grow Garden-ის ოვნერი, რადგანაც პრინციპში მეგობრებო რატომ მიწევს აი ამ ყველაფრის ახსნა. წერან ხო აუხსენი ყველაფერი უკვე ფაქტის სახეზეა თუ რატო ხდება ეს ყველაფერი. და მოთამაშეები ვინც აპროტესტებენ ამ ყველაფერს, სიმართლე რო გითხრათ 100%-ით არის ეს ყველაფერი ნამდვილი. ყველაფერი ეს მოხდა BMW Lux-ის გამო, მიუხედავად იმისა რომ ეგ არის ნამდვილი Grow Garden-ის შემქმნელი და მაგან გააკეთა თავიდან თამაში, ეგ იყო მიზეზი თუ რატო ჩაკვდა Grow Garden-ი დებილობა აპდეიტების გამო. და მეგობრებო 100%-ით ვჯერა რომ BMW Lux აჯობებდა
მთელი თავით ჯანდელი და იმისათვის რომ Grow Garden-მა დაიბრუნოს თავისი რეპუტაცია და რაღაცა, ფიქრობთ რომ უკვე გვიანი არის, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ერთი თამაში, რომელიც ადრე ძალიან პოპულარული იყო. მერე ჩაგვდა რაღაც მიზეზების გამო რომ დებილობა აპდეიტები ქონდა და მერე კარგი აპდეიტები გაკეთდა და თამაში დაბრუნდა ხოძზე. საუბარი მაქვს მეგობრებო ფიშზე და თუ ამ თამაშმა შეძლო ისე მოხოდვა იმის გამო რომ შესვალეს აპდეიტები და რაღაც კარგი აპდეიტები დაამატეს, ჯერა რომ Grow Garden-მაც იგივე რო გააკეთოს და დაფიქდეს, Grow Garden-ი გახდება ისეთი პოპულარული როგორიც ადრე იყო. ხო და რა ვიცი მეგობრებო, უკვე ვიდეოს დასასრულიც როც მოვიდა, ამოწვევთ უკვე ყველაფერი და თქვით ყველაფერი ჩამოთვალეთ მიზეზები თუ რა მოხდა, აი რა დაიმართა მაგ თამაშს. ხო და მეგობრებო, დღეისათვის უკვე სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და დაგაინტერესათ, ჩემი თხოვნა იქნება რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწვიოთ ჩემი არხი რომ აღარ გამოგჩნდეს გავსი ტიპის ვიდეოები. ასევე თხოვნა რომ შემოხვიდეთ ჩემ Discord სერვერზე და ჩემს Roblox-ის თამაში, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში. ხო და მეგობრებო, თქვენთან იყო რაზორებელი და შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. Bye.